და ნელ-ნელა ბავშვის გულისცემა ნელდება, ტირილი საშიში არ არის. ხო, ეს არის უბრალოდ კომუნიკაცია და დარჩენა ამ რაღაცა უსიამოვნო განცდას, რასაც ხშირად გაურბევართ ხოლმე ადამიანები, ხო? ანუ არ შეგვეშინდეს ტირილის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ წავიკითხოთ, როგორი ტირილი არის, არ ვიცი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში, როდესაც ბავშვი, არ ვიცი, გადაფიჩინდება, ხო? და მაინც არავინ არ მოდის მშველელი, მზრუნველი, რომელიც ბავშვს ცუდ და კარგზე კი არ არის, სუფთად ფიზიოლოგიურ, ბიოლოგიურ დონეზე, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი ხავის ამას ძალიან დიდი ენერგია ჭირდება რა, ხო? ყველა კუნთის დაჭიმვა, ცრემლები, მოდის ენერგია იწვის. ამიტომ თავის ტვინის არაცნობერი ნაწილი აკეთებს წინასწარმეტყველებას, რომ ვოუ, არავინ არ მოდის დასახმარებლად. მარტო ხარ. მარტო ვარ და ეხლა რაღაცა უნდა ვქნა, რომ კონსერვაცია მოვახდინო, რომ საერთოდ არ გამოვიფიტოთ. და ნელ-ნელა ბავშვის გულისცემა ნელდება და ბავშვმა შეიძლება ჩაიძინოს, მაგრამ ეს არ არის ის ძილი, რომელიც მოეხმარება მას აღდგენაში და გაზრდაში. ბავშვმა ჩაიძინა, იმიტომ რომ თავის ტვინმა გათიშა. ეს არის უკვე ძალიან ბევრი ჭარბი, ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯეთ და ეხლა მოდი უფრო პრიმიტიულ თავდაცვაზე გადავიდეთ, სადაც უფრო გაშეშება გაყინვათ შეიძლება ჩათვალო, რომ ეხლა ჯობია დავიძინოთ, რომ გადავრჩეთ.